მედიისთვის სასამართლოს კარი დაიკეტა, ჟურნალისტები კამერებით ეზოშიც არ შეუშვეს, შეზღუდეს ტელეფონებით გადაღებაც. პროცესზე მედიას მხოლოდ მოსამართლის ნებართვის შემთხვევაში დაუშვებენ. აღნიშნული ცვლილება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 27 ივნისს შევიდა, რომლის მიხედვითაც სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. ამ წუთებში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომის ბოლოს ვიმსჯელებთ, როგორ მოვიქცეთ ამ სამ პირთან დაკავშირებით. თქვა წულუკიანმა ნიკა გვარამიაზე, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი ვაშაძეს. მეორედ დაბარებულმა სამივე ოპოზიციონერმა წულუკიანის კომისიაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვაზე უარი განაცხადა. ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს. თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 40 წლამდე კაცი ბრალდებულმა გუშინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ძლიერ ტორნადოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.